ეს ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი თბილისის ერთ-ერთ ელიტურ უბანში რკინიგზის ხელმძღვანელს ეკუთვნის. დავით ფერაძემ რეზიდენცია ივერთ-უბანში თბილისის ზღვისპირას 2700 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე აიშენა. წამგებიანი სახელმწიფო საწარმოს მმართველმა 1200 კვადრატული მეტრი მიწა 2018 წელს იყიდა და $78,000 გადაიხადა. მიწის დანარჩენ ნაწილს რკინიგზის ბოსი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელობამდე ფლობდა. დავით ფერაძესთან ვარ და ხო და შებრწანდეთ და შეგიძლიათ რომ ვთქვათ. რეზიდენციის მშენებლობა უკვე დაასრულა. ახლა ბოლო დეტალებს აპირკეთებენ. მუშებს დარგულ ბალახზე ტუფის ქვით სასეირნო ბილიკები გაჰყავთ. დავით ფერაძე საქართველოს მმართველი ელიტის იმ წევრებს შორისაა, ვისაც სიმდიდრე განსაკუთრებით ხიბლავს. ამ უბნის ყველაზე დიდ ეზოში ლამის ოლიმპიური სტანდარტების საკუთარი ჩოგბურთის მოედანი აქვს, რომელიც ტერასული ეზოს ბოლოშია განთავსებული. კორტებზე იშლება ხედი აუზიდან, საიდანაც ჰორიზონტზე თბილისის ზღვა ჩანს. ორდონიანი ეზოდან კი უკვე სახლში ხვდებით, რომლის მოწყობაც წამგებიანი სახელმწიფო საწარმოს დირექტორმა უკვე დაასრულა. ფარდებიც დაკიდეს და ავეჯიც შეიტანეს. არ იცით რამდენი დაუჭდა ამ ბინის შეფლობა? არ ვიცი, მე როდის დაბრუნდება სახლში შეგიძლიათ? არ ვიცი. თეობით არ მოდის ასე. რას ნიშნავს თეობლება სამსახურში ძინა? სამსახურში თავის საქმეებია, თქვა შევეკითხები ახლა მე. ბატონო ბადრი, თქვენ არასდროს არ გიკითხავთ რომ ამ სამ თანამდებობას ერთდროულად როგორ უყურებთ? თანამდებობა თუ 9 თანამდებობაა, ვინცველი, მე რა ვიცი. ერთ სახლში ცხოვრობთ და არაფერი არ იცით. ერთ სახლში რატომ ცხოვრობ? მათ ჩემი სახლი. მე ახლა მოვედი, თქვენზე ადრე მოვედი 10 წუთი. მუშებთან დაკავშირებით ეხმარებით? სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის უფროსის მამა ხელმძღვანელობს. კარგად ბრძანდებოდი. როგორც ჩანს, სახლის მშენებლობის დროს წამგებიანი საწარმოს ბოსი განსაკუთრებით ხელგაშლილი იყო. ის სახელმწიფოსგან სამ ხელფასს იღებს. შენობის ერთი სართული მიწის ქვეშ არის. იქ მარანია. თანამედროვე დიზაინის სახლს ბეტონის ფასადი აქვს, ნაწრთობი მინის უხილავი მოაჯირებით და დიდი საგორაობელი ვიტრაჟებით. უკანა ეზოში კი კიდევ ერთი დამოუკიდებელი შენობა დგას, ისიც სრულად ვიტრაჟებით. აქ მინიმუმ 100 კაციანი საქეიფო დარბაზია. დავით ფერაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია. ირკვევა, რომ წამგებიანი სახელმწიფო საწარმოს დირექტორი საქართველოს რკინიგზაში ერთდროულად სამ თანამდებობას იკავებს. რკინიგზის შვილობილი კომპანიების შპს GR ტრანზიტის და შპს GR ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და შემოსავალსაც ყველა თანამდებობიდან იღებს. რკინიგზის ბოსის ანგარიშზე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად $18,000-ზე მეტი ირიცხება. შეიძლება ჩვენზე მეც მუშაობენ, არ ვიცი, ეხლა მე მაგათი დატვირთვა, ხო, ვერ გეტყვით რა. ჩვენი დატვირთვა გითხარით როგორც არის. ეხლა შეიძლება მე მეტი დატვირთვა აქვს მაგათ და შეიძლება მეტი ეკუთვნით, მაგრამ მე არ ვიცი ეხლა. ნამდვილად არ ვიცოდი ეხლა მაგათ თუ 14,000 ჰქონდათ რა. რიგითმა თანამშრომლებმა, ვინც დღეს და ღამეს მძიმე შრომაში ატარებენ, არ იციან მათი ხელმძღვანელების მდიდრული ცხოვრების შესახებ. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ შრომა არ ფასობს. ეუბნებიან, რომ რკინიგზა წამგებიანი კომპანიაა. 2007-დან 2014 წლამდე საქართველოს რკინიგზა მოგებაზე მუშაობდა. მას შემდეგ მინუსებში წავიდა და მილიარდზე მეტი ზარალი ნახა, თუმცა ეს რკინიგზის შეფების ხელფასზე არ ასახულა. საქართველოს რკინიგზის დირექტორთან გასაუბრება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს კამერას დაემალა. სატელეფონო საუბრისას კი დიდი წაგება შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერებას დააბრალა. ის რომ სახელმწიფო კომპანიაში შეჩერებული და გაჩერებული ეს შემოვლითი რკინიგზა საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, გადაიყარა წლების განმავლობაში ამაში. არასწორი დაწყებული პროექტი იყო. 9 მილიარდიდან დაახლოებით 260 მილიონამდე უხეშად ეს თანხა ჩაიყარა მიწაში.
საქართველოს რკინიგზის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის კადრია. დავით ფერაძის პოსტზე დანიშნით ივანიშვილმა მსხვილ სახელმწიფო კომპანიაზე სრული კონტროლი მოიპოვა და ახლა მილიონიანი გადაზიდვებიც მისი გარემოცვის ხელშია. დავით ფერაძე 2007 წლიდან 2011 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქართულ ჯგუფში მუშაობდა. შემდეგ უკვე ივანიშვილის მტკვარი ჰესის დირექტორი გახდა. ამის პარალელურად კი საქართველოს რკინიგზაც ჩააბარეს. ერთგულება ძვირად ფასობს და ფერაძესაც კოლოსალური ანაზღაურება დაუნიშნეს. ის ახლა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაში 3 ხელფასს იღებს. დავით ფერაძეს ვკითხეთ, რა დაუჯდა ფეშენებელური რეზიდენციის მშენებლობა ელიტურ უბანში. რკინიგზის ბოსმა დახარჯული 100,000-ობით ლარის ზუსტი ოდენობა ვერ გაიხსენა. არა, მტკვარი ჰესი წინა პროექტია, წინა კომპანია არის, მან ხელფასს ბოლოს კონსულტაციას ვიღებთ რამოდენიმე თვეა და 19-ის მერე თუ ხელფასი აღარ მაქვს. შემოსავალი აქამდე იყო და შემოსავალი ხაცა მაქვს, ხო იზოთ, მაგრამ ანაზორებაზე ხელფასი აქვს. კი ბატონო, მაქვს ხელფასი. სახლის მშენებლობა დაწყებულია წლებით ადრე და მალე დასრულდება. და არიცით ჯერჯერობით ღირებულება, რამდენი დაგიჯდათ? მილიონი, მილიონზე მეტი. მილიონები სახლები არ ჩდება არაფერი სოფიოში. მაშინ, როდესაც თავად წლიდან წლამდე მდიდრდებიან რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასებს კაპიკებით ზრდიან. დავით ფერაძეს ვკითხეთ, რას აკეთებენ წამგებიანი უწყების ხელმძღვანელები ისეც, რომ კოლოსალური ხელფასი აქვთ. ბახსოვდეს 13 თანამშრომელზე საუბარი. მესმის ხელფასები არა შესაბამისი ბატონო, შესაბამისი შედარებით დაბალი რას ნიშნავს? 14,000 და 600 ლარს შორის შედარებით დაბალია თქვენთვის? მაგალითად პასუხობთ, მითხარე მას მაინტერესებს. არა, მე მარტივ კითხვას გისვამთ, ბატონ დავით. მაგა 2-3 კაცი, 4-5 კაცი მენეჯმენტია, დანარჩენ თანამშრომლები თქვათ ქვედარგოლში გასაგებია. ყველა სამხელო ხელფასი ეხება, ჩვენს ვერ გადავალთ თქვათ 600 ლარიან ხელფასზე. რიგითი რკინიგზელების მსგავსად უწყებაში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობენ პროფკავშირების წევრებიც. ვიტალი გიორგაძე, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს უკვე წლები აიცავს, ამბობს, რომ აქ მომუშავეთა მდგომარეობა გაუსაძლისია. გარდა ფინანსური სიდუხჭირისა, თანამშრომლებს შიშში ცხოვრება უწევთ, რადგან ის, ვინც ხმის ამოღებას და პროტესტს გაბედავს, სამსახურს კარგავს. იგივე რკინიგზელებზე კეთდება ეკონომია როგორც ყოველთვის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი ხელფასების მატება ბოლო პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ სწორედ აი ჭიდაობით და გაფიცვებით და სიმშილოვებით ხერხდებოდა. ელმავლები არის მოძველებული, ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში ზაფხულში განსაკუთრებით უწევდნენ მანქანებს მუშაობა. ის ადამიანები, ვინც ცდილობს ხმის ამოღებას და ხმამაღალთა საუბრობთ თავიანთ პრობლემებს და არიან ჩვენი პროფკავშირის წევრები, იდევნებიან სამსახურიდან უამრავ სასამართლო დავას ვაწარმოებთ. ჩნდება ეჭვი, რომ ერთ დროს მომგებიანი და ახლა უკვე წამგებიანად გადაქცეული ხალხის კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანია დიდი ფულის კეთების წყაროა მისი ხელმძღვანელი პირებისთვის. რკინიგზის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენ მოგვაწოდა დოკუმენტები, როგორ აბარებენ რკინიგზის ვარგის ლიანდაგებს ჯარჯში, შემდეგ კი უკრაინაში ბევრად უფრო ძვირად ანალოგიურ ლიანდაგებს ყიდულობენ. ყიდვა-გაყიდვაში კი დიდი ფული კეთდება. ეს ზუგდიდი ჯვარის 24 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთია, სადაც რეაბილიტაცია მიდის. აქ ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით 700 ტონა ვარგისი ლიანდაგი აყარეს და ჯარჯში ჩააბარეს. ზუგდიდში რკინიგზის დეპარტამენტში შაბათის ეთერის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. გოგო, ხელი გამიშვი, რასაც ვიღებ და კითხვებს ვამ, თქვენ მიმბრძანდებით საერთოდ. დატვირთულია ვაგნები და უნდა წაიყანონ, მაგრამ სანამ ისინი არ დაიწურთება, ამათაც ვერ გაუშვებენ, იმიტომ რომ ყოველ წუთას ხوار გამოუშვებენ ელმალს. გაფუჭებულია. აჰა. დღეს გავაკეთეთ, 2 დავტვირთეთ. დღეს თუ გუში? დღეს დავტვირთეთ 2. აჰა. ანუ ნელ-ნელა ტვირთავთ ესე. შესაძლო დარღვევების შესახებ ვკითხეთ რკინიგზის შეფს. დავით ფერაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ამბობს, რომ თბილისში ჩამოსული მასალები დახარისხდება. ვარგისიან რელს ლიანდაკს ვერ აყრიან და არც ვერს აყრიან. ეს არის თუ განშტოება მუშამდგომარეობაში მაგის შეუძლებელია და რაც შეეხება ამ ჯარჯის მიმართულებას, ეს არის პროექტი, რომელიც დაწყებულია რამოდენიმე თვე რკინიგზაზე და ეს არის ამორტიზებული აქტივების კონსოლიდაცია, შეგროვება და მე ამათი ძველვარგისი გამოუყენებელი რელსის დაგიდვა ხდება აუქციონზე.
2017-2018 წლებში, მაშინ როდესაც რკინიგზის ხელმძღვანელი დავით ფერაძე იყო, ზარალმა $1 მილიარდ გადააჭარბა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი $163 მილიონი იყო. მთავარი მიზეზი ტვირთბრუნვის შემცირება. ახლა კი რკინიგზის ხელმძღვანელი წერს, რომ 5 წლიანი მუშაობის შემდეგ პრობლემის მოგვარება დაიწყო და 2021 წლის პირველ კვარტალში ტვირთების გადაზიდვები გაიზარდა.